ასპინძეში სოფელ მირაშხანში ჟორჟი მოსიძის მრავალშვილიანი ოჯახი მრავალი წელია უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობს. ოჯახის უფროს ჯანმრთელობის პრობლემაც აქვს ექიმების დასკვნით. დაზიანებულ ხელის გადაუდებელი ოპერაცია ჭირდება, მაგრამ მათ ამისთვის აუცილებელი თანხა არ დააჩნიათ. მარინა მოსიძის თქმით, მათ არაერთხელ მიმართეს ასპინძის სოციალური მომსახურების სააგენტოს, თუმცა მაღალი ქულების გამო სოციალური პაკეტით სარგებლობა მათთვის შეუძლებელი აღმოჩნდა. მოსიძეების ოჯახს სოფელ მირაშხანში საცხოვრებელი სახლი არ გააჩნია. ოჯახი ხის ქოხში ცხოვრობს. მთელი ქონება 4 რკინის საწოლი, ძველი მაგი და სკამები, ჭურჭლის კარადა და ტელევიზორია. ოჯახის დიასახლისის მარინა მოსიძის განმარტებით საარსებო შემწეობას არასწორად შევსებული დეკლარაციის გამო ვერ იღებს. მაღალი კულა რაში მიწერ მანახე დეკლარაცია. ამოიღო ვითომ თქვა ესე ყველაფერი ვითომ ნორმალურად ნოლები დაწერა. რაში მიკუთნის მაღალი კულა. თქვენ არის კატეგორიებს ხალხს არ ვიხმარებით. ოჯახის უფროს ჟორჟი მოსიძეს დაზიანებულ ხელზე გადაუდებელი ოპერაცია სჭირდება. ოჯახს კი ამის საშუალება არ აქვს. მოსიძის თქმით, სოციალური მომსახურების სააგენტომ ისინი ღარიბებად არ მიიჩნია და 78,000 სარეიტინგო ქულა მიანიჭა. მოვიდნენ შეამოწმეს სახლი, ქულები ზედმეტი დაწერეს ორჯერ იყო მინდაზე. ოპერაცია რომ ჭირდება, პოლისი მოვიდა, არც ის დახმარების დაგვარ არაფერი არ მომწეს და ეხლა მე დაგითხრათ თქვენ. მოსიძეების ოჯახის ყველა წევრი უმუშევარია. მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო მცირეოდენი შემოსავალი, 2 ძროხა და რამდენიმე ფრთაქათამია. დედაჩემი მუშაობდა სკოლაში, ისიც დაანებებინე შეუკეთეს საათები და არანაირი სამუშაო არ არის, რომ სადღაც წავიდეთ, აი მამაჩემი მე რომ წავიდე და სადღაც და ვიმუშაო. არანაირი შემოსავალი არ არის. იმაზე ვარ დამოკიდებული, მეურვებას 2 ძროხა ყავდა. რაღაც 10 სოტი კარტოფილი მითესია, იმას უყურებთ, იმით ვიცხოვრო და რაღაც. ასპინძის სოციალური მომსახურების სააგენტოში მოსიძეების ოჯახის სოციალურ დახმარებასთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთეს. სააგენტოს თანამშრომელმა მაყვალა ლონდარიძემ მეცხრე არხის გადამღებ ჯგუფს მოსიძეების სააგენტოში მიყვანა სთხოვა. ვერ მოგცემთ ინტერვიუს და ვერც ვერანაირი ინფორმაციას, იმიტომ რომ თვითონ მოვიდეს ბენეფიციარი და ბენეფიციარს ვეთქვით ყველაფერს. მოსიძეები ასპინძის სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას სოციალური მომსახურების რეგიონალურ სამსახურში აპირებენ.